გამარჯობათ. მე ვარ გიორგი კვერენტაძე, ბიზნესმენი, გირჩის პოლიტიკოსი და თბილისის საკრებულოს წევრი. თავრობა გისმენთ. 2010 წლიდან ვფლობ კერძო თვითმფრინავის ლიცენზიას და დღეის მდგომარეობით ჩემი პატარა თვითმფრინავით 5000 საათზე მეტი მაქვს ნაფრენი. ბევრი მაქვს ნაფრენი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და აფრიკაშიც. ხოდა ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით არსად ცივილიზებულ ქვეყანაში პატარა კერძო თვითმფრინავის ფლობა არ არის ფუფუნება. ეს უფრო არის გასართობი და ტრანსპორტი. გასაგებია, რომ დიდი გამოყენება აქვს მცირე ავიაციას დიდ ქვეყნებში. მაგალითად კანადაში მიუწვდომელ ადგილებზე გზების გაყვანას კანადელებმა არჩიეს პატარა აეროდრომების აშენება. დიდ ქვეყნებს თავი რო დავანებოთ, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოშიც კი 30-ზე მეტი აეროდრომი იყო. დღესდღეობით გვაქვს სულ 7. აქედან 3 საერთაშორისო, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი და 4 მცირე ავიაციის აეროდრომი, თელავი, ნატახტარი, ამბროლაური და მესტია. არადა ჩვენი ქვეყნის პირობებში წარმოუდგენელია ქვეყნის ნორმალური განვითარება მცირე ავიაციის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, მის დიდ ნაწილზე მისვლა ძალიან რთულია. ზოგან 8-10 და მეტი საათია საჭირო. გვაქვს ესეთი რეგიონები, სადაც საერთოდ რამოდენიმე თვის განმავლობაში წელიწადში არ მიისვლება, გზები იკეტება უბრალოდ. არ მისმის, რატომ არ ვაშენებთ აეროდრომებს? რატომ არა აქვს ყველა რაიონს, ყველა სოფელს თუ არა პატარა 1 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი? სინამდვილეში 1 კილომეტრი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მცირე ავიაციისთვის ეს არის ჩვეულებრივი საავტომობილო გზა 1 კილომეტრის სიგრძის, რომელიც მთელ მსოფლიოს ხსნის 1 კილომეტრის საავტომობილო გზა სოფლის ბოლომდე ვერ მიგვიყვანს. 1 კილომეტრი ბილიკი კი მთელ მსოფლიოს გვიხსნის. თან ეს პატარა აეროდრომები ხო მარტო გასართობად არ გამოიყენება. სინამდვილეში მათ ძალიან მრავალფეროვანი, მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. მაგალითად, მედიცინის თვალსაზრისით, რაღაც შორეული სოფლებიდან, რაიონებიდან ავადმყოფი ადამიანის სწრაფად თბილისში გადმოყვანა ან რაიონულ ცენტრში. ეს აეროდრომები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, საფერმერო მეურნეობებისთვის, საავიაციო სამუშაოების შესრულებლად. ასევე გამოიყენება საგანგებო მდგომარეობის დროს სწრაფი დახმარების აღმოსაჩენად. აღარაფერს ამბობ ტურიზმის განვითარებაზე და სპორტის განვითარებაზე. ასე რომ მე რო ვიყო მთავრობაში, ყველა რაიონს საქართველოში ექნებოდა პატარა აეროდრომი. ხოდა აქედან გამომდინარე მინდა მივმართოთ ჩვენ მთავრობას, გამოიხედოს მცირე ავიაციისკენ, დაინახოს ის რაც ზედაპირზე დევს, დაინახოს ეს საჭიროება და ყველა რაიონს აუშენოს პატარა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი. როგორც მინიმუმ კერძო ინიციატივას შეუშლის ხელს და რაღაცნაირად დაასტიმულიროს თავიანთი დერეგულაციებით ეს მიმართულება.